Შვენიერი დღე გვაქვს ძვირფასებო. Дорогие мои, у нас прекрасный день. შვენიერი. Прекрасный. ჩვენ ყველას ვაკურთხებთ, ვინც გვიყურებს онлайн, ვინც დღეს აქ არ არის. И мы также благословляем всех тех, кто смотрит нас. Გვინდა უთხრათ, რომ ჩვენ გვიყვარხართ თქვენ. И хотим сказать, что мы любим вас. ალელუია, ამენ. Аллилуйя. დიდება უფალს. Слава нашему Господу. ძვირფასებო. Дорогие мои, მე მინდა დღეს ვისწავლოთ ცოტაოდენი. я хочу, чтобы мы сегодня немного поучились. მაგრამ ცოტა მაინც ცოტა გავაცხელებთ. И немножко разогреем. მაგრამ ნიშნელოვან საკითხებს შევღრმავდებით. Но мы углубимся в очень важные вопросы. არის რაღაცები, რაც ჩვენ ვიცით, Есть что-то, что мы знаем, მაგრამ ჩვენ კიდევ და კიდევ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ამის შესახებ. но мы больше и больше должны говорить на эту тему. ამენ. На эти темы. მე მინდა დღეს ვილაპარაკო სახურების ნიჭებზე. Я хочу сегодня говорить о дарах служения. ჩვენ მას სწავლობთ ბიბლიურ სკოლებში, Мы учим в библейских школах, მაგრამ ამ დღესაც გამოვიყენებთ ამისთვის. но мы также будем использовать этот день для этого. ღმერთი კეთილია, Бог благ. ღმერთი არის კარგი Бог благ. და ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა შეგვიყვარა და მისცა თავისი ხოლოჩობილი ძე ჩვენი И ცოდვებისთვის. Слово Божье говорит, что Бог возлюбил нас и отдал своего Сына Единородного за наши грехи. ღმერთი გამცემი ღმერთი არის. Бог – это дающий Бог. ამენ. Аминь. ღმერთი ყოველთვის უხვად გასცემს. И Бог всегда щедро дает. და ბიბლია ამბობს, რომ არა მხოლოდ ხოლოჩობილი ძე გვაჩუქა ჩვენ, И Библия говорит, что Он не только своего Единородного Сына отдал, არამედ კიდევ სხვა საჩუქრები გაგვიკეთა. но Он также сделал нам и другие და подарки. ბიბლია ამას უწოდებს ღვთის მადლის საჩუქრები. И Библия называет это подарки благодати Божией. ამენ. Аминь. უღრე არა მარტო პატიებას ვღებულობთ ღმერთისგან, Мы не только получаем прощение от Бога, გადარჩენას, спасение, არამედ ნიჭებს ვღებულობთ. но мы также получаем и дары. საჩუქრად ვღებულობთ იმისთვის, რომ რეალიზებულნი ვიყოთ სათა სამეფოში. В подарок получаем что-то, чтобы быть реализованными в Царстве Божьем. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა წინასწარ განგვისაზღვრა თითოეულ ჩვენთაგანს, თუ რა უნდა ვაკეთოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ქრისტეში. Слово Божье говорит, что Бог заранее предопределил для нас то, что мы должны делать, в чем мы должны служить. მან კი არ გვიხსნა უბრალოდ გვაპატია და მე მიგვაგდო ესე. Бог не просто нас избавил, спас и просто вот бросил вот так. Ну, აბა всё, ეხლა მე идите. წავედი და ჩუმად მოვალ ქურდივით და იქამდე არ ვიცი რაც გინდათ გააკეთეთ. Ну вот я сейчас уйду, потом приду тихо, как вор, а до этого, за это время делайте, что хотите. არა ის ასე არ მოგვექცა. Нет, Он так не поступил с нами. მან მოგცა ნიჭები საჩუქრებად Он дал в подарок нам дары, იმისთვის რომ ჩვენ სრულფასოვნად რეალიზებული ადამიანები ვიყვეთ ღმერთში. для того, чтобы мы в Боге были полноценными, реализованными людьми. ეფესელთა მეოთხე თავში წერია 7:8 მუხლი არის. Послание к Ефесянам написано в 4 главе. ხოლო ყოველ 7-8 ჩვენგანს стих. მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებ. Каждому из нас дана благодать по мере дара Христова. ყოველ ჩვენგანსო. Каждому из нас. არა ზოგიერთებს, Не некоторым, არამედ ყოველ დახსნის, ყველა ჩვენთაგან, ყოველ თქვენთაგანს მოგეცათ საჩუქრები ღმერთისგან. но каждому из нас, каждому из вас даны дары от Бога. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის არავინ არ არის ისეთი, ვისაც საჩუქრების ჩუქება აღიზიანებს. Знаешь, я уверен, что среди нас нет таких людей, которых раздражает, когда им дарят подарки. ხო ესეა. Так или нет? ჩვენ გვიყვარს საჩუქრები და გვამხიარულებენ ისინი. Мы любим подарки, нас они радуют. და ღმერთი საჩუქრებს იძლევა. И Бог также дает дары, подарки. ყოველ ჩვენთაგანს უკვე მოგცა. Каждому из нас Он уже дал. წერია, ნახეთ როგორ წერია. ქრისტეს საჩუქრისო მადლის ზომისამებრ. Дана благодать по мере дара или подарка, другими словами, Христова. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ნიჭები უბოძა ადამიანებს. Написано, что Бог дал дары людям. ღმერთმა საჩუქრად მოგცა ნიჭები. Бог дал в подарок нам дары.
დიდება უფალსამისთვის. Слава Господу за это. ნახე ძვირფასებო, იცი ბიბლია რას ამბობს, რომ არა მხოლოდ ნიჭი მომცა საჩუქრად, Смотрите, что говорит Слово Божие, что Он не только мне дал дар в подарок, ბიბლია ამბობს, რომ ყოველი თქვენთაგანი საჩუქარი ხართ ეკლესიისთვის. но также написано, что каждый из вас являетесь даром, подарком ანუ для церкви. ერთმანეთისთვის ვართ საჩუქრები. Мы друг для друга подарки. ამენ. წემსი ეკლესიისთვის არის საჩუქარი. Пастор для церкви подарок. ღმერთმა აჩუქა, Бог подарил, მსახური ეკლესიაში არის საჩუქარი. и служитель в церкви, он также есть дар. და ასევე Подарок. ყოველი გადარჩენილი არის საჩუქარი ეკლესიის. И каждый из спасенных также является подарком, даром для церкви. ამიტომ ვამბობთ ხოლმე ამ სიტყვას ხოლმე ძვირფასებო, იმიტომ რომ ყოველი თქვენთაგანი ხარ ძვირფასი საჩუქარი ღმერთის სამეფოში. Поэтому мы и говорим, что дорогие. То есть это означает, что каждый из вас является дорогим ამიტომ ჩვენ подарком для უყურებთ церкви. ერთმანეთს და ვხარობთ ერთმანეთს. Поэтому мы смотрим друг на друга и радуемся. მადლობას უძღვნით ღმერთს, რომ ღმერთმა გვაჩუქა თქვენი თავები ჩვენ. Благодарим Бога за то, что Бог подарил вас нам. ამენ. და ამინ. ვიკურთხებით. И мы благословляемся этим. პირველი პეტრეს წერიში წერია მეოთხე თავში, В первом послании Петра 4 главе написано, რომ თითოეული მეათე მუხშია, 10:11 თითოეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ. 1 Петра 4 глава 10 стих. Служите друг другу каждый тем даром, который получил. ემსახურეთ ყოველი თქვენთაგანი ერთმანეთს Каждый из вас служите друг другу იმ ნიჭით, რომელიც მიგიღიათ. тем даром, который получили. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვფიქრობდეთ ამის შესახებ. Дорогие мои, если мы бы думали об этом, შენ ღმერთმა მოგცა ნიჭი და ამ ნიჭით უნდა ემსახურო მას, ვინ შენ გვერდზე ზის. Бог дал тебе дар, которым ты должен служить тому, кто сидит рядом с нами. თვითეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ. Служите друг другу каждый тем даром, какой получили. როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ გამგებლებს, მართველებს. Как добрые домостроители многоразличной благодати Божией. თუ ვინმე ლაპარაკობს როგორც ღვთის სიტყვით, თუ ვინმე ემსახურება ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა ღმერთი განდიდეს ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება, პატივი, ქება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. Говорит ли кто, говори как слава Божия. Служит ли кто, служи по силе, какую дает Бог, дабы во всем прославлялся Бог через Иисуса Христа, которому слава и держава во веки ნახეთ, веков. Аминь. ძვირფასებო, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოგვემსახუროთ. Дорогие мои, мы понимаем, что нам должны служить. და ზოგჯერ ჩვენ აი ეს მოთხოვნილება გვაქვს ჩართული, რომ უნდა მოგვემსახუროთ. И порой у нас включена вот эта потребность, что нам должны служить. მაგრამ ზოგჯერ ესეთი ქრისტიანები არ ფიქრობენ იმაზე, რომ შენ მოწოდებული ხარ, რომ მოემსახურო სხვას. Но христиане не задумываются также и над тем, что они тоже призваны служить. აი ახლა აქ არც ერთი არ ხართ უნიჭო. Здесь, можно сказать, бездарных людей нету. არ ვიცი იცი თუ არა ამის შესახებ, მაგრამ ღმერთ შენთვის საჩუქრებია გაკეთებული. Я не знаю, ты знаешь об этом или нет, но Бог сделал тебе подарки. ღმერთმა აიღო მრავალგვარი მადლის საჩუქრები და მოაბნია თავის საკრებულოს. Бог взял дары многоразличной благодати Божией и вот так рассыпал. და ამიტომ ყოველ თქვენთაგანზე არის ეს ნიჭები გაფანტული. Так что- ეკლესიაზე. Можно сказать, что на каждого из вас и так и есть дары от Бога, подарки от ამენ. Бога. ბიბლია ამბობს, რომ ღვთისგან მოძებული ძალით ემსახურეთ ერთმანეთს. Библия говорит, силой, дарованной от Бога, служите друг другу. ესე ჩვენ ვიღლებით, Мы устаем, იმიტომ რომ ჩვენი ძალით ვსახურობთ. потому что мы служим порой своими силами. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ არ ვიცით, რომ ღმერთმა მოგცა თავისი ძალა, რომ მისი ძალით ვემსახუროთ. Порой мы забываем или не знаем того, что Бог дал нам свою силу для того, чтобы мы служили. თუ ღმერთის ძალით ვემსახურებით, ჩემი ძალა არ იხარჯება, ღმერთის ძალა იხარჯება. И если я служу силой Божией, тогда моя энергия, моя сила не тратится, сохраняется. ამენ. ანუ Тратится Божья. მე გავცები მას, რაც მივიღე. არა ჩემსას, არამედ ღვთისას. Я отдаю то, что получил. Не свое, но то, что получил от Бога. თავარია Божье. იცოდე, რა შენ რა გაგბოძებული. Самое главное, что ты знал, что тебе даровано. ამენ. Аминь. მეორე ტიმოთეს წერილში პავლე მოციქული წერს ტიმოთეს 1:6 არის. Во втором послании к Тимофею,
1 главе 6 стихе апостол Павел пишет Тимофею: აქ წერს რომ გააღვივე ღვთის ნიჭი რომელიცო ჩემი ხელდასხმით არის შენში. по сей причине напоминаю тебе возгревать дар Божий, который в тебе через мое рукоположение. ღვთის ნიჭებს სჭირდება გაღვივება. Дары нужно развивать. იცი გაღვივება არის როცა აი ნაკვერჩხალი ქრება ცეცხლს და ესე დაუბერავთ ხოლმე სულ შეუბერავთ. Знаете, что значит развивать? Это когда вот уголек, он уже потухает, и ты начинаешь дуть или там размахивать, чтобы он начинал ღვთის опять ნიჭები гореть. გვებოძა, მაგრამ არ მოქმედებს, იმიტომ რომ ისინი საჭიროებენ დაპრაქტიკებას, გაღვივებას საჭიროებენ. Дар Божий дан нам, но порой он не действует из-за того, что его нужно развивать, его нужно практиковать. ნახეთ რას ამბობს ეს მუხლი. Смотрите, что говорит этот стих. რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა შიშის სული. Ибо дал нам Бог духа не боязни. აი ამ მუხლზე ძალიან ბევრი გვაქვს ნაკადაგები. Знаешь, мы очень много რომ проповедовали ღმერთმა შენ არ с მოგვცა этого შიშის стиха, სული. что Бог дал тебе не духа боязни, ღმერთს არ მოუწია ჩვენთვის შიშის სული. что Бог не дал нам духа боязни. მაგრამ წარმოიდგინეთ სად წერია ეს და რა კონტექსტში წერია ეს მუხლი. Но давайте посмотрим, где написано это и в каком контексте написано это. ბიბლია ამბობს რომ გააღვივე ღვთის ნიჭი რადგან ღმერთო არ მოუწია შიშის სული. Библия говорит, что развивай дар Божий, потому что Бог не дал тебе духа боязни, არამედ გაბედულების სული მოგცა но ღმერთმა. дух дерзновения дал. ნახეთ ჩემო ძვირფასებო. Смотрите, дорогие мои, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ღვთის ნიჭის გამოვლინები. мы не должны бояться проявления дара იცი Божьего. მორწმუნეებს ზოგჯერ არ ყოფნით გაბედულება, რომ იწინასწარ მეტყველონ ან მოემსახურონ ღვთის სიტყვის ხვებს. Верующие порой боятся служить словом кому-то или пророчествовать. ზოგჯერ ფიქრობ ღმერთი გიდებს გულში, რომ ვიღაცასთან უნდა მიხვიდე და რაღაც უთხრა გასამხნევებელი და გერიდება, გეშინია, ვერ ბედავ. Порой бывает так, что Бог вкладывает в твое сердце подойти к кому-то и Вообще, сказать цвения. что-то для того, чтобы ободрить, и ты не можешь, ты, может быть, ვილი ამბობს რომ стесняешься. ღმერთო ჩვენთვის არ მოუწია ის სული რომ გეშინოდეს. И Библия говорит, что Бог не дал нам вот этот дух, чтобы ты боялся, იმიტომ რომ ნიჭი უნდა გამოვლინდეს. потому что дар должен проявляться. და ეს მაგს უნდა რომ ჩვენ შეგვაშინოს და ჩავკეტოს რომ არ И გამოვავლინოთ. дьявол хочет нас закрыть, напугать нас, чтобы это не ჩვენ проявлялось. რა ვიცი რა სიტყვიან, რაღაც ისე რო არ გამოვიდეს. А вот что я не знаю, что скажут, а вдруг так не получится. ჩვენ გვჭირდება გაბედულება რომ ვიმოქმედოთ სულიერ ნიჭებში. Нам нужно дерзновение для того, чтобы действовать в дарах Аминь. духовных. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ რომაელთა მე-12 თავიდან. Мы сегодня будем говорить послание к Римлянам 12 главы, ეს არის 3-3 მუხლიდან. с 3 стиха. ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნევი ყველა თქვენთაგანს, თქვენ თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვინ უნდა იფიქროთ. არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად იმ რწმენის საზომით ღმერთმა რომ გიწილადათ თვითეულს. მე ძალიან მომწონს ეს სიტყვა, გწერეთ თვითეულს, ყოველ თქვენთაგანს, თვითეულს, ყოველს, ყველას. По данной мне благодати всякому из вас говорю, не думайте о себе более, нежели должно думать, но думайте скромно, по мере веры, какую каждому Бог уделил. И мне нравится вот это слово «каждому». ერთ სხეულშიო მრავალი ასო გვაქვს, თუმცა ყველა ასო ერთი და იგივე საქმეს როდი აქვსო, ასევე ჩვენ მრავალი ერთი სხეულს შევადგენთ ქრისტეში და ყოველ ჩვენგანი ასოები ვართ ერთი მეორესთვის და გვაქვს ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი. Ибо как в одном теле у нас много членов, но не у всех членов одно и то же дело. Так мы, многие, составляем одно тело во Христе, а порознь один для другого члена. И как по данной нам благодати имеем различные дарования. იცი ჩემო ძვირფასებო, ზოგჯერ ჩვენ ვიღვიძებ და ვამბობთ მადლობა უფალო პური არსობისთვის. Порой мы пробуждаемся утром и говорим спасибо за хлеб насущный. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ აქედან მადლიერება, მადლობა უფალო სულიერი ნიჭებისთვის. Но мы также можем начать с того, чтобы поблагодарить Бога за дары духовные. მადლობა ღმერთო იმ მადლის საჩუქრებისთვის, რომელთაც უხვად ამავსე. И за те дары благодати, которыми ты щедро наполнил меня. ამენ. Аминь. როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩვენ დაიწყებ დანახვას იმ ნიჭებისა, რომელიც ღმერთმა შენ Когда გიწილადა. ты начнешь делать так, ты начнешь видеть те дары,
дары, которые Бог даровал ნახეთ რომელ тебе. ნიჭებზე არის ლაპარაკი. И смотрите, о каких дарах тут идет речь. ფერია თუ წინასწარმეტყველებაა რწმენის შესაბამისად, თუ მსახურებაა მსახურებაში, თუ დამოძღვრაა დამოძღვრაში, თუ შემგონებელია შეგონებით, თუ გამჩუქებელია უბრალოებით, უფროსია სიბეჯითით და ქველმოქმედია ხალისით. ჩვენ დღეს სლაიდები გვექნება და მე ვთხოვ რომ ეს სლაიდები გავუშვათ. Имеешь ли пророчество, пророчествуй по мере веры. Имеешь ли служение, пребывай в служении, и учитель ли в учении, увещеватель ли в увещевании, раздаватель ли раздавай в простоте, начальник ли начальствуй в усердием, благотворитель ли благотвори с радушием. ნახეთ У нас будут слайды შემოძვირვასებო сегодня. სახურების 7 ნიჭი არის ბიბლიაში. Это 7 даров служения в Библии. როცა ნიჭებს ვახსენებ ჩვენ გადავდივართ სულიწმინდის ნიჭებში, ენების განმარტება და იქით. სხვა ნიჭი როა, ის სხვა ნიჭებია. Мы говорим о дарах, мы порой переходим вот дары духа, истолкования. ეს არის Эти ნიჭები другие 9 ქრისტეს даров. სხეულში თვითეული მორწმუნისთვის გათვალისწინებული. Это дары в теле Христовом, которые для каждого და ამ верующего. ნიჭებს უწოდებენ ხოლმე საძირკვლის ნიჭებს უწოდებენ, რომ ეკლესიის საფუძველი არის. И эти дары называют также дарами основания ანუ თუ ამ церкви. ნიჭებს წართმევ ეკლესიას, ეკლესია ხდება უფუნქციო. Если ты отбираешь эти дары у церкви, тогда церковь становится ალბათ нефункциональной. დაგონილი გექნებათ, რომ ბევრ თქვენთაგან ზუსტად ეს 7 ნიჭი შედარებული არის სამსონის 7 ნაწნავს. И если вы слышали, возможно, что все эти 7 даров, они сравниваются с 7 და ჩვენ ვიცით, როდის გამოეცალა კოსამი ძალა სამსონს, როცა სამსონა. მისი 7 ნაწნავი იყო მოკვეთილი. И когда сила пропала у Самсона, когда вот все этих 7 кос у него отрезали. ვებით? Понимаете? როცა ეს 7 ნიჭი არის განეიტრალებული ეკლესიაში, ეკლესიას აღარ აქვს ძალა გაზრდის, განვითარების და სიცოცხლის უნარიანობის. Когда эти 7 даров отрезаны от церкви, тогда у церкви больше нет силы для того, чтобы და ამ распространяться, ნიჭებს უწოდებენ развиваться. ასევე ეს არის პირველი რიგის ნიჭები არის. И также это называют дарами первого ряда порядка. Ну, ნახე, პირველი ნიჭი ის კი არ არის, რომ ეშმაკი განდენო და მკვდრები აღადგინო. самый первый дар и главный дар это не то, чтобы ты изгонял бесов или дьявола. პირველი რანგის ნიჭები და საფუძვლები ზუსტად ეს 7 ნიჭი არის, მამის ნიჭებსაც ეძახიან მათ. Дары первого ранга, можно сказать, или основания, также называют дарами отца. ამო არის მამის ნიჭები, ძის ნიჭები, სულწმის ნიჭები და ასე შემდეგ. Дары отца есть, дары Сына Божьего и дары Духа Святого. და ეხლა ჩვენ განვიხილავთ აი ამ ნიჭებს და იცი რისთვის, იმიტომ რომ ყოველი თქვენთაგანი დღეს დაინახავთ თქვენში მოქმედ ნიჭს. И сегодня мы будем говорить об этих 7 дарах, чтобы каждый из вас увидел действующий в нем дар. Каков он? პირველი ნიჭი ეს არის წინასწარმეტყველების ничи. Первый дар – это пророческий дар. პირველი სლაიდი. Это первый слайд. გვაქვს ბერძნულიდანაც აღებული. У нас также взято и из греческого შეგიძლიათ перевод. გადავუღოთ სურათი. Вы можете фотографироваться на მე фоне წახვიდეთ და სხვას ესწავლოთ. и потом пойти и учить другого. პროფეტია, ხო? ანუ რაც ნიშნავს ღმერთის სახელით ლაპარაკს. Профетия это означает говорить именем Божьим. როცა ადამიანი აცხადებს ღმერთის ნებას. Тогда человек провозглашает волю Божью. როს ეს არის ზეციდან სულიწმინდის შთაგონებული გზავნილი გაუზიარო მეორე ადამიანს. Это послание, которое пришло от Духа Святого для людей. ანუ ბიბლიური წინასწარმეტყველება არ ნიშნავს მხოლოდ მომავლის წინასწარმეტყველებას. Библейское пророчество не означает, что мы пророчествуем только лишь о როცა ამ будущем. ნიჭზე ვლაპარაკობთ, ეს არ არის ექსტაზური ნიჭი. Когда мы говорим об этом даре, это не экстазный какой-то дар, სპაზმებში უნდა ჩავარდე და იქიდან და რაღაც. что у тебя какие-то спазмы в это время должны начаться, там и ვიხილე 7 თავიანი და თუ რავი 10 რქიანი თუ узрел я семиглавого и десятирогого. არამედ ეს არის შემოძვირფასებო რომ შეაგონო და დაარიგო გამხნეო და ანუგეშო ადამიანი. Это для того, чтобы ты ободрил, для того, чтобы ты увещевал людей. ნახე, პირველი კორინთელთა 14:3-ში წერია, რომ ვინც წინასწარმეტყველებს ადამიანებს ელაპარაკება
აშენებისთვის, შეგონებისთვის და ნუგეშისთვის. И 1 Коринфянам 14 глава 3 стих говорит: «А кто пророчествует, тот говорит людям в назидание, увещание и утешение». რა არის წინასწარმეტყველის ნიჭი? როგორ ვლინდება ეს? Как проявляется этот дар и что это такое? ბიბლიაში არის სხვა უფრო მაღალი რანგის წინასწარმეტყველების ნიჭი და ამაზე არ არის ლაპარაკი, ეს არის ნიჭი, რომელიც არის ეს სხეულში, სადაც შეგიძლია რომ იწინასწარმეტყველო. В Библии есть также более высокого ранга пророчества, но сегодня разговор не этом. Этот дар, он для церкви, он действует внутри церкви. ზოგჯერ შეიძლება ადამიანთან მიხვიდე Порой ты можешь подойти к человеку და უბრალოდ უთხრა რომ იცი რა, ღმერთს ძალიან უყვარხარ და ის შენ არასოდეს მიგატოვებს. и просто сказать человеку: знаешь, Бог очень тебя любит, и Он тебя никогда не оставит. და თითქოს მარტივი უბრალო სიტყვები არის ეს და გაცვეთილი ფრაზა, მაგრამ კონკრეტულ მომენტში ადამიანში იწევს დამოწმებას ღმერთის თანდასწრებისას და ეს არის წინასწარმეტყველური И მსახურება. порой это такая простая фраза, можно сказать, изъеденная фраза уже, но в определенный момент это в человеке подтверждает и дает ему подтверждение. ახლა внутри него. წინასწარმეტყველება არ არის რომ ადამიანთან მიხვიდე და უთხრა ეხლა კიბეზე რო წახვალ მესამე კიბეზე ფეხი გაგიცურდება და ეს სურათი დაუხატო რომ მე იქ ვიღაცა დაგიჭერს და ასე შემდეგ და რაღაცა ცხოვრებას უყვები. И пророчество это не то, что ты подходишь к человеку и говоришь, что вот, когда ты будешь подниматься по лестнице, на третьей лестнице, у тебя подскользнется нога, там будет кто-то, в общем, поймает, и какую-то историю ты ეს ему მეტყველების рассказываешь. ნიჭია და ადამიანს უმოწმებ ღვთის სიტყვიდან ქრისტეს სიყვარულს და ანუგეშებ. Это дар говорения, и ты просто свидетельствуешь о любви Божией и Слова Божьего, и тем самым ты утешаешь ლოცვის его. დროს, თაყვანისცემის დროს, გულში მოდის, შეიძლება შენ გვერდზე მდგომი ან შეიძლება ცოტა მოშორებით მჯდომი ადამიანის მიმართ, გეძლევა სიტყვა რომ მიხვიდე და უთხრა, იცი რა არის? ნუ გეშინია, ღმერთი იზრუნებს ეხლა იმ საკითხზე და ნუ ნერვიულობ. აი უბრალოდ პატარა სიტყვა, არაფერზე არ ინერვიულო. И порой бывает так, что во время поклонения или во время молитвы вдруг Бог располагает твое сердце и дает тебе слово, может быть, для рядом стоящего, или кто-то, может быть, чуть подальше стоит, и ты придешь, подойдешь и скажешь ему: знаешь, не бойся, потому что Бог позаботится об этом вопросе. Всё будет ეს хорошо. მეტყველების ნიჭი არის ჩემო ძვირფასებო და ჩვენ აი საუბრით ვემსახურებით მეორე ადამიანს, ოღონდ ასაშენებლად, გასამხნევებლად და И სანუგეშებლად. этот дар говорения мы просто этим самым ободряем человека, увещеваем, утешаем его. დებით ეს მშვენიერი ნიჭი არის И это прекрасный дар. და იცი რომ ეს ნიჭი შენ მოცემული გაქვს. И ты знаешь, что этот дар, он дан тебе. აღზიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს ნიჭი, მაგრამ ჯერ არ გამოუყენებიათ, ან არ გაუღვივებიათ და ან სადეს და მერე გაჩერდნენ. И здесь есть эти люди, есть те люди, у которых есть этот дар. И, возможно, они еще не проявляли, еще не это сделали. Или же они использовали его, но потом почему-то остановились. ღვთის ნების გამოცხადება არ არის ახალი უწყება ზეციდან. Знаешь, провозглашение воли Божией это не что-то новое, какое-то новое послание с არამედ небес. ეს არის დაწერილი სიტყვის დამოწმება. Это просто подтверждение и свидетельство დებით слова написанного. შეიძლება მე მაგალითად უბრალოდ ადამიანისთვის მიმიწერია ბიბლიური მუხლი. Знаешь, бывало так, что я просто писал человеку библейский стих. უბრალოდ რომელი ან ესაია წინასწარმეტყველი არის ნუ მათესახარებიდან ამ ფსალმუნიდან Или из книги пророка Исаии, или из псалмов, или из Матфея, Евангелия Матфея. ოღონდ ეს არ იყო ესე და ხა დავჯექიაბა ვიფიქრო რა უნდა მიწერო. Это не так было, что просто давай сейчас подумаю, что же написать ему. შეიძლება медитაციითაც დაკავდე და ვიფიქრო, იყო ლოცვაში. Может быть, ты будешь медитировать не так, как там, ну, в смысле, в молитве, в размышлениях, მაგრამ духовно. ისე რაღაც მომენტში, როცა ღმერთთან ურთიერთობაში ვიყავი, ფიქრობდი ღვთის სიტყვაზე, წამოიწია პიროვნება მას და წამოიწია წერილიდან სიტყვა მას, რომელიც აი შინაგანი შთაგონებით აღმეძრა გული, რომ მე მიმეწერა ეს И знаешь, бывало так, что я просто размышлял о Слове Божьем, о Боге, и вдруг у меня мое сердце наполнилось, какой-то человек поднялся в моем сердце, и пришел стих также. Это как бы от Бога для этого человека. მეთქვა. Или же, может быть, я прямо мог бы сказать даже от Духа Божьего. და ჩვენ უამრავი დამოწმებები გვაქვს, როცა მოდის პასუხები და მე ეს მჭირდებოდა, ეს ზუსტად ის იყო, რაც ამ წამს, ამ მომენტს, ამ სიტუაციაში მე ეს უნდა И მომესმინა. мы слышали свидетельства частые об этом, что вот то, что ты сказал, как раз нужно было мне вот в этот момент, в эту секунду.
აი ეს არის წინასწარმეტყველური ნიჭი. Вот этот дар пророческий. და ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ეკლესიას აი ესე უწილა და ეს ნიჭები რომ ავაშენოთ ერთმანეთი. И Библия говорит, что Бог даровал эти дары церкви для того, чтобы мы назидали друг друга. გავამხნევოთ ამ ნიჭით ერთმანეთი. Чтобы мы друг друга ободряли этим даром. ამენ. Аминь. დიდება უფალს. Слава Господу. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან პატარა ნიჭია, არა, ძალიან დიდი კურთხევა ეკლესიისთვის, რადგან ადამიანებს გვჭირდება გამხნევება. Мы думаем, что это маленький дар, но я вам скажу, что это большой дар, потому что нам, людям, нужно ободрение. ჰალელუია. Аллилуйя. ჩემო ძირფასებო, Дорогие мои, ჩვენ უნდა ვაპრაქტიკოთ ეს ნიჭები. мы должны практиковать эти дары. უნდა გავაღვივოთ. Мы должны развивать их. ხდებით? და გავამხნევოთ ერთმანეთი. И этим самым друг друга ободрять. თუ გინდა ფიქრობ, რომ სხვა რო არ გააღიზიანო, გამოუშვით ჩემსკენ. Если ты думаешь, чтобы не раздражать других, пускайте, давайте мне говорите, это мне присылайте. არ არის პრობლემა. თუ გინდა მამხილეთ. Нет проблем, можете даже обличать. მაგრამ გამხნევება ჯობია. Но лучше, конечно, чтобы вы ободряли. არა, ივარჯი შედამე დაგიმოწმებ. Можете тренироваться таким образом, а я вам буду уже свидетельствовать. Попали или не попали. იცი რა არის ეს წინასწარმეტყველების ნიჭი შემოძვირფასებო? Это дар пророческий. რა თქმა უნდა ვითარდება, განვითარებას ექვემდებარება. И, конечно же, он подлежит развитию, он მაგრამ ზოგჯერ развивается. როცა ადამიანური სიტყვებით გვინდა ღვთისნება გამოვაცხადოთ, შეიძლება ყოველთვის დაალაგებული აზრები არ იყოს. И порой, когда мы хотим человеческими усилиями Божьи мысли как-то передать, не всегда получается как-то вот упорядочено это. ერთს გეტყვი, წინასწარმეტყველება, როცა წინასწარმეტყველება მიდის, ან ლოცულობენ შეზედეგი წინასწარმეტყველებენ. Когда идет пророчество, или, например, когда за тебя молятся и вдруг начинают пророчествовать, იქ არის ქვები და არის ოქრო. знаешь, там есть камни и есть и золото. ქვები უნდა გადაყარო და ოქრო უნდა დაიტოვო. Камни ты должен выбросить, а золото оставить. წინასწარმეტყველური ничи ექვემდებარება გარჩევას. შემოწმებას. Пророческий дар подлежит проверке. ის უნდა იყოს შედარებული ბიბლიასთან, წერილებთან. Он обязательно, это пророчество должно сравниваться с Библией, со Словом Божьим. მაგრამ ჩემო ძირფასებო, ჩვენ ამით არ ვანგრევთ ერთმანეთს და არ უნდა გააჩეროთ თუ რაღაც ანისი არ გამოგვივიდა, ჩვენ გააგრძელო ამ ნიჩის გაღვივება. Но, дорогие мои, мы не должны разрушать других, и также мы не должны останавливаться, если что-то пошло не так. კარგით, მოდი ვნახოთ მეორე ნიჭი. Давайте перейдем на второй дар. ეს არის მსახურება, თუ მსახურება არის მსახურებაში. И это дар служения. Если ты служитель, то служи. დიაკონია ეს, დიაკვანი არის აქედან წამოსული, მსახური, მომსახურე. Диакон – это слово отсюда, то есть служитель. ნახეთ ჩემო ძირფასებო, რას ნიშნავს ეს? დიაკონებმა იცოდნენ ეს. Смотрите, что означает. Это информация для диаконов, чтобы они знали. ანუ მისი ბერძნული ეს განმარტება ძირეული არის რომ მტერში ჩადგომა სხვების დასახმარებლად. И перевод, один из переводов гласит, чтобы спуститься в пыль, в грязь для того, чтобы помочь другому. ხდებით, როგორია? ჩვენ წარმოიდგინეთ რა მაგარია, როცა ეკლესიას ყავს მსახურები ნიჭებით. Представьте себе, что у церкви есть, как хорошо, если у церкви есть вот такие служителя, которые имеют этот дар. ადამიანები, რომლებიც თავის თავზე იღებენ ცოტა ჭუჭყიან საქმეს. Когда есть люди, которые берут на себя чуточку грязную работу, იმიტომ რომ სხვები თავი იგრძნონ კომფორტულად. чтобы другие почувствовали себя комфортно. იცი, ნახე ჩემო ძირფასებო, Смотрите, дорогие мои, ძალიან მნიშვნელოვანი ნიჭი არის. это очень важный дар. და ამ ნიჭს ეძახიან ეკლესიის კუნთებს. И этот дар называют мускулами церкви. ეკლესია არის ძლიერი. Церковь сильна. ანუ ისინი მუშაობენ და აი თავისი კუნთებით, ძალით ეკლესიას წასწევენ წინ. Они трудятся и своим служением, своим даром, они ведут церковь вперед. ძირითადი მნიშვნელობა ამ მსახურებისა ეს არის რომ მოემსახურო, მოვლარი, დაეხმარო და აი ეს გაუწიო, მსახურება გაუწიო. Основная цель этого служения – это служение, это забота, это помощь
и просто нести вот это служение, помогать. რა თქმა უნდა, სიყვარულით უნდა შესრულდეს. Естественно, это должно делаться с любовью. ეს არის ხვის სასიკეთოდ არის მიმართული და არა შენი სიამოვნებისთვის. Это направлено для того, чтобы сделать добро и приятное другим, და а не ეს არის себе. ქრისტეს ხასიათის ბუნების გამოვლენება. И это также проявление, რადგან ზეკაცის არ მოსულა იმისთვის, რომ ემსახურონ, арамედ თავად მოემსახუროს და მისცეს თავისი სიცოცხლის ხვების. это проявление характера Христа. И Марка написано, ибо и Сын Человеческий не для того пришел, чтобы Ему служили, но чтобы послужить и отдать душу свою для искупления многих. ანუ პრაქტიკულად როგორ ვლინდება ეს ნიჭი? Как практически проявляется этот дар? ეს ნიჭი იწყება ჩემო ძვირფასებო, როგორც წესრიგის მსახურება. Этот дар начинается так, как служение порядка, например. უბრალოდ გულში მიდევს, რომ კარებში დავხდე ადამიანებს, მოვიწიო, დავეხმარო მოხუცებს კიბეებზე ამოსვლაში, ამისთვის ხელდასხმა და კურთხევა არ გჭირდება. Просто у меня в сердце есть встать у двери, поприветствовать кого-то, помочь пожилым людям подняться по лестнице. Знаешь, для этого не нужно рукоположение особенное, просто желание. შენ არ ხარ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული სტატუსი შეიძლება არა გაქვს, მაგრამ დილით შენ თავში გაქვს, რომ მე ეკლესიაში ადრე უნდა წავიდე და რაღაცეები ვიღაცებს უნდა დავხვდე იქ. მოხუცებს უნდა დავეხმარო, როცა ისინი აი იმ კიბეებზეავლენ. Может быть, у тебя нету такого статуса служителя или так далее, но ты утром встаешь и говоришь, знаешь, у меня желание есть пораньше прийти в церковь, встретить пожилых людей, помочь им подняться по лестницам сюда. თუ ესეთი აზრები გაწუხებდა და გამდევნე და ეშმაკისგან გეგონა, არ იყო ეშმაკისგან, ეს იყო ღმერთისგან. Если тебя беспокоили такие мысли, и ты изгнал их, верни их обратно, это было от Бога. ხდებით? რომ შეიძლება შენში არის აღძრული სული, რომ რაღაც გააკეთო, კათედრა გადაწმინდო, არ ვიცი რა, რაღაცა მოაგვარო, დაეხმარო, Возможно, ჩართული იყო ისეთ საქმეებში, სადაც ხვებისთვის комфорти შეიქმნება. Возможно, ты имеешь желание, у тебя есть желание там почистить кафедру, что-то сделать, передвинуть, в чем-то помочь, и ты просто будешь делать это для того, чтобы кому-то было от этого комфортно. ამიტომ ეს არის მოუარო, მოემსახურო, დაეხმარო. Это позаботиться, помочь, что-то сделать. ამაში შედის ბავშვების დახმარებაც. И также в это входит также и помощь детям. ჩვენ ვიცით, რომ ყველა დედა დაღლილი არის ბავშვებით. Мы знаем, что все мамы, они устали, от детей устают. და ჩვენ ასე ვართ. И мы так. მოწაფეებიც ასე იყვნენ ქრისტეს. И ученики Христовы тоже так были. ბავშვები როცა ხმაურობდნენ, გამოვიდა ეს 12 მოზვინული каци და ბავშვები გავაიაკედან ეხლა გლიჯეთ. И вот когда дети там стояли, шумели, вышли эти 12 дядек апостольских, и давай, ну отсюда, ну тихо. მაგრამ არის ეკლესიები, სადაც არიან ადამიანები, რომ მოვა და მოგეხმარება, ჩამოართმევს დედას იმ ტირალა ბავშვს შეიძლება თვითონ გაიყვანს, რომ დედას კონდეს საშუალება, იმიტომ რომ შენ შეიძლება გააქვს უფრო მეტი საშუალება მოისმინო, ხო ხდებით? И знаешь, порой в церквях есть такие люди, которые могут подойти, допустим, к матери, забрать ребенка, если он плачет или так далее, помочь, потому что, чтобы мама, она спокойно села, послушала, хотя у тебя тоже есть время послушать. ეს მსახურება არის. Это служение, ეს ნიჭი არის. это дар. ხდებით? და როგორი კურთხეული ნიჭი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ უამრავი დედამ შეწყვიტა ეკლესიაში სიარული მისი ბავშვების გამო, იმიტომ რომ ეუბნებიან გააჩუმე რა ბავშვები რა, ნუატირებ რა ბავშვები. ანუ ხო ხდები, როგორი დისკომფორტი არის, ერთი შენიშნა, ორი შენიშნა, სამი შენიშნა და უნდა წაიყვანო ბავშვები და წახვიდე. И каким благословенным может оказаться этот дар, потому что если она приходит в церковь, и там из-за того, что дети плачут или что-то, ей делают одно замечание, второе, третье, и уже у нее появляется желание взять и уйти, уже не ходить из-за этого. მაგრამ წარმოიდგინე, რომ თუ ვიღაცა არის, ვისაც ვინც სიამოვნებით მოემსახურება სხვას და აი შვებას მისცევს, მოსვენებას მისცევს. И представьте себе, как хорошо, когда есть вот такой дар, который просто даст отдохнуть этой маме, взяв на себя эту ისინი ответственность. იღლებიან, რომ სხვებმა კარგად იგრძნონ თავი. То есть эти люди, они устают для того, чтобы другие себя почувствовали хорошо. რა თქმა უნდა, ეკლესია ისეთი ის ყველას გვინა რომ კომფორტულად მივიდეთ დავჯდეთ. ჩვენი სკამებიც აგვაქვს და იმ სკამზე რომ ვიღაცა დაჯდეს, ალბათ
როდის შეურიგდებით ეკლესიას არ ვიცით. Знаешь, мы все хотим себя чувствовать комфортно. Даже у нас свои стулья есть, выемки соответственные. И представьте себе, если мы пришли, и там уже кто-то сидит, не дай Бог, ты не знаешь даже, когда ты помиришься с церковью из-за этого, что кто-то другой сел на твое место. И представь себе, ты уже издалека видишь, что кто-то уже сидит там на твоем месте. Вместо того, чтобы поблагодарить Бога и сказать, слава тебе, Господи, что кто-то пришел в церковь и сел. Аминь. მაგრამ სუფრებს ემსახურებოდნენ ისინი, ქრივებს ემსახურებოდნენ ეკლესიაში, ეკლესია იყო ძლიერი, აი ამ მსახურების მეშვეობით. И знаешь, мы видим в Новом Завете, что люди были, которые служили, когда, допустим, столы накрывались, они служили у стола, они помогали людям. То есть есть многообразные რა თქმა უნდა, სიყვარულით გამოხატული მზრუნველობა ადამიანებს გულს უხსნის ეკლესიაში, რომ დარჩნენ და უყვარდეთ ეს ეკლესია და უყვარდეთ ის უფალი, სადაც ასეთი მზრუნველი ადამიანები არიან. Когда это служение делается с любовью, тогда у людей располагается сердце, и они радуются, и они хотят приходить в такую церковь, где так служат людям. Понимаете? ნახეთ შემოძვირფასებო, ეს არის ნიჭი, მსახურების ничები, რომელიც ეკლესიაში ღმერთმა გვიწილა და გვიბოძა, მოგცა. Это дары служения, которые Бог даровал в церкви, подарил нам их. Аминь. ეს შეიძლება იყოს საჭმლით მომსახურება. Может быть, это служение едой. ის რაც შეგიძლია. То, что ты можешь. და ასე შემდეგ. И так далее. ბევრი რამე შედის ამაში. И в это входит очень много аспектов. თუ ადამიანი დაიწყებ ამ ნიჭების შენში მოძებნას, რა არის ღმერთო შემოწოდება, შენ აუცილებლად აღმოაჩენ და ნახავ, რომ აი შინაგანი მისწრაფება გექნება და სიამოვნებასაც განიცდი, როცა ამას აკეთებ. И если ты будешь исследовать внутри себя, какой же дар это, ты обязательно обнаружишь что-то, потому что в твоем даре тебе это будет делать приятно, и это будет доставлять тебе радость, когда ты делаешь определенные вещи. Аллилуйя. Аллилуйя. მოდი ვნახოთ შემდეგი ნიჭი. Посмотрим следующий дар. ეს არის მასწავლებლის ნიჭი. Это дар учителя. ეს არის ნიჭი, როცა შეგიძლია გულისხმიერად, მშვიდად აუხსნა ადამიანს ღვთის სიტყვა. Это когда ты вот от сердца можешь изъяснить, объяснить человеку ანუ როცა გაქვს ნერვები, რომ დაწვრილებით, სიღრმისეულად, მშვიდად ესაუბრო ადამიანებს წერილებიდან. И ты, естественно, это должен делать спокойно, когда ты можешь спокойно, даже у тебя нерв не шелохнется, так спокойно ты изъясняешь Слово Божие человеку. ნახეთ, შემოძვირფასებო, ეს არის მასწავლებლები მუშაობენ სიტყვასთან, აწყობენ თემებს, არა იმიტომ რომ კათედრიდან იქადაგონ. თვითონ აქვთ ეს მისწრაფება და მე მაგალითებით, მარტივიანი ცდილობენ რომ მეგობარს აუხსნან. И знаешь, такие люди, они сидят, они исследуют Писание, они работают со Словом Божьим, готовят темы не для того, чтобы говорить с кафедры, нет, чисто для себя, это приятно, чтобы потом друзьям объяснять. У людей бывает много вопросов. რომლებსაც ეკლესიის წემსი ან ლიდერებმა შეიძლება ყოველთვის ვერ გასცენ ამომწურავი პასუხები, მაგრამ ისინი დიდ დროს ატარებენ შენს გვერდზე და შენ შეგიძლია რომ აუხსნა, ასწავლო. И знаешь, порой, может быть, и пастор, или лидер, они не смогут тебе дать такие исчерпывающие ответы, но эти люди, они рядом, они могут с тобой просто говорить на эти темы и открывать тебе, изъяснять. იცი რა კარგია მასწავლებლის ნიჭი როცა გაქვს. Знаешь, как хорошо, когда у тебя есть дар იცი როგორი учителя. მოთხოვნა არის მასწავლებლის ნიჭისა ადამიანებს აქვთ ამის И в მოთხოვნა. этом даре есть большая потребность у людей. იცი ყველა აქცენტს აკეთებდა ხოლმე მახარობლობაზე, რომ აი მახარობლის ნიჭი კარგი ნიჭია, ჩვენ გავაღვიოთ ეს ничები. Знаешь, часто делали раньше акцент более на евангелиста, что это очень хорошо. Но это дар, который действует вне. აი ეს მასწავლებლის ნიჭი არის ნიჭი, რომელიც სხეულში მოქმედებს. Но это дар учительский, он действует внутри тела. წარმოიდგინე მახარობელი რომ გასწავლის, ეს არის საშინელება. Знаешь, когда евангелист начинает учить, это
это. ვიცი რა, იმიტომ რომ გიყვირის. Потому что он кричит тебе. გეჩხუბება და ვერ იგებ რაზე გეჩხუბება. Он ругается с тобой, и ты не понимаешь, зачем он с тобой ругается. მახარებელი კარგი არის პირველი 2 თვე. Евангелист хорошо, чтобы ты слушал первые 2 месяца, может быть. ერთი საოჯახო მქონდა, საოჯახო ჯგუფი. У меня была одна домашняя группа. და ყველა მსახურებაზე მე თავაზობ, ხო არავის გინდათ რომ ვილოცო თქვენი განკურნებისთვის. И на каждом служении я предлагаю, может быть, вы хотите, чтобы я помолился за ваше исцеление? 15-20 ადამიანი იკრიბებოდა იქ. Там собиралось это 15-20 человек. ალბათ და ერთი 15-20 კვადრატით იქნებოდა ის ოთახი. И, соответственно, людям столько же квадратов было. და ყველა ამბობს გვინდა, სულ ყველას ლოცვითი საჭიროება აქვს და ყველა ამბობს თავი მткиვა. И у всех абсолютно есть молитвенные нужды, и у всех болит голова болит. მე გავყვები მსახურების ბოლოს დავასხავ ხელებს, გამდევნი თავის ტკივილს, მოვალ მეორე კვირა ვიქადაგებ ისევ თავის ტკივას И უყვები. вот так, я начну молиться, изгоню вот эту головную боль, ухожу, потом на следующей неделе прихожу, проповедую, опять изгоняю головные боли. ერთმა დამ გაბედა და მითხრა, დიდი სიყვარულითო, ხმას თუ დაუწევო, ჩვენო კარგად ვიქნები. И потом одна сестра с трепетом сказала, знаешь, брат, такая осмелилась сказать, что вот если ты будешь говорить чуть ниже вот так голос, у нас все будет хорошо. თემებზე სათანოებაზე რო გელაპარაკება და ესე И вот так представь себе, когда о благочестии, вот так с тобой говорят о благочестии. და არის მასწავლებელი, რომელიც გულიდან გულში ლაპარაკობს. Но есть учитель, который от сердца к сердцу говорит с тобой. და მადლობა ღმერთს, რომ მე შემხნენ ადამიანები, რომლებთანაც კარგ დროს ვატარებდი ხოლმე, ისინი ძველი მორწმუნეები, დიდი ხნის მორწმუნეები იყვნენ და მე საუბრებოდნენ ხოლმე და ისე სიამოვნებდა, რომ დავჯდებოდი მათთან და ბევრ რამესაც ვიგებდი. ძალიან წყნარად საუბრობ. И слава Богу, что на моем пути христианском встречались такие люди, это старые верующие, которые вот так спокойно, тихо со мной говорили, учили меня. И там мне было так приятно, так хорошо. აი ეს ისეთი უთხეული ნიჭი არ და ხშირად ეს ничи წამოსწევს ახალი სახლის ჯგუფებს და აი ეს ლიდერები სახლის ჯგუფისა სახასიათებ ზუსტად ეს ничи. И это благословенный дар, очень важный дар, и порой этот дар поднимает домашние группы, и вот этот дар характерен также лидерам домашних групп. ის სიტყვა მარტივიენით, მაგალითებით, ჭეშმარიტება გაუხსნა ადამიანს. Чтобы Слово Божие таким доступным методом просто передать и просто и тихо передать людям, изъяснить. Аллилуйя. Аллилуйя. ერთი ჩვენი ძმა სტუმრად ყავდა და ერთ ოჯახში დავტოვეთ ღამეს გასათენებლად. У нас был в гостях один брат, и мы на ночь его оставили в одной семье. ეს ოჯახი იყო, რომელსაც მიათედის არ ჟეროდა და არ იღებდნენ უკვე 15 თუ 20 წელი. И эта семья, они не верили в десятину уже где-то лет 15-20. არ არის ასე და რაღაც პრეტენზიები ქონდა. И они говорили, что нет, это не от Бога, это уже не нужно делать, вернее. И მაგრამ не давали. მიიღეს. Ну, Костя приняли. და ამ სტუმარმა ისეთი წყნარად საუბარი ჩაისროსოდნენ საღამოთი მოუწიათ იმის შემდეგ ამ ოჯახს არ გაუცდენია არასდროს არ ჩაუგდია მიათედის შესაძლებელი როგორ აუხსნა როგორ ასწავლა არ ვიცი. И представьте себе, во время чаепития, они тихо, я не знаю, эта тема откуда поднялась, но он так изъяснил спокойно, что после этого эта семья ни разу десятину не пропускала и пожертвования. Что он такое объяснил, не знаю до сих пор, но написано, что на устах учителя исцеления есть как сладость. И как хорошо, когда в церкви тебя встречают люди со сладким языком. ისინი მარტო შენი შემსკი არ გაძლევენ რა გაცვი არანაირად გამოიყურები როგორ გასუქებულ ხარ რა არის ეს მოგიმატებია. Они не только тебя встречают сукаризнами, там обличают или что-то говорят тебе, ой, как ты поправился. არამედ ღვთის სიტყვით გამხნევებენ. Но они ободряют тебя Словом Божьим. გესაუბრებიან გულიდან გულში. И говорят с тобой от сердца к сердцу. თუ შეგატყეს რომ რაღაცა შეიძლება სისუსტე გაქვს, შეიძლება ცალკე შექმნენ, მიგიწვიონ, დაგპატიჟონ და გაგიზიარონ ღვთის სიტყვა. Если они увидели или заметили, что какая-то слабость у тебя, может быть, они отдельно с тобой встретятся, поговорят, ასეთ ეკლესიებში ადამიანები ადვილად პოულობენ პასუხებს კითხვებზე
და სიმშვიდეში შედიან. В таких церквях люди очень спокойно получают ответы на свои вопросы и входят как бы в покой, можно сказать. ამენ. Аминь. იცი ამბობენ რომ მასწავლებლის ნიჭიო არისო ეკლესიის არქიტექტორიაო. И дар учителя еще говорят, что это архитектор. მასწავლებლები აი სტრუქტურას სხეულს აშენებენ, აი საშენი მასალა არის, ამტკიცებენ, აშენებენ, ფორმას აძლევენ. Они назидают, они созидают церковь, как бы строят ее. Это как материал строительный. და აბალანსებენ ემოციურობას ეკლესიაში. И они балансируют эмоциональность церкви. აი აღელვებული ადამიანები რო არიან ისინი შვიდი სიტყვებით ამშვიდებენ წერილების ახსნით. И когда вот люди возмущаются или что-то, они тихо, спокойно из Писаний их балансируют и успокаивают. მოდი ვნახოთ მეოთხე. Давайте посмотрим четвертый дар. ისი თუ შენ გააქვს ეს მისწრაფება, შეიძლება არის შენში რომ გაუზიარო, გიყვართ თემების დამუშავება, გიყვართ რაღაც საკითხების, ოღონდ ეკლესიის სწავლებიდან არ უნდა გადახვიდე. Может быть, у тебя есть это расположение, у тебя желание работать со Словом Божьим, темы готовить и так далее. И готовить темы, но, естественно, темы, которые не отходят от истины, от идеи. У тебя есть дар учиться и учить других. ეს მშვენიერია. Это прекрасно. შემდეგი ნიჭი ეს არის შემგონებელი. Следующий дар – это увещеватель. შემგონებელი ასევე მეორე სიტყვაც ზოგიერთ ბიბლიაში არის გამამხნევებელი, მანუგეშებელი. Увещеватель и утешитель в другом, или აქ არის ободряющий არის პარაკლეტოს, რაც სულიწმინდას აღნიშნავს ასევე ის როგორც ნუგეშის მცემელი მოვაო იესომ. И этот дар, он переводится, означает параклетос, что также означает Духа Святого, вовлечение Духа Святого. ანუ სიტყვა სიტყვით ასე ნიშნავს вიღაცის გვერდით დგომა, რათა დაეხმარო. Слово в слово означает стоять рядом с тем, чтобы помочь, ободрить или посоветовать. ანუ ეს არის როცა ადამიანთან ძალიან ახლოს ახარ. Это когда ты близко с человеком. და თუ დაუშვათ ადამიანის სისუსტე აქვს სხეულში, ეცემა, გიჭირავს. Если у человека есть слабость или он падает в теле, и у него слабость, ты поддерживаешь, ты поддерживаешь его, увещеваешь, ободряешь. და გვერდში უდგეხარ. И ты стоишь рядом с ним. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ადამიანებს ჭირდებათ გვერდში დგომა. Естественно, людям нужна поддержка. და ზოგჯერ ეს ნიჭი აქტიურდება, როცა вიღაცას განსაცდელში ხედავ. И в основном этот дар активируется тогда, когда ты видишь, что кто-то აი აღიძრები რომ წახვიდე და ესეთი ადამიანები ბევრი მინახია. И ты располагаешься для того, чтобы пойти и помочь кому-то, кто в беде. Я многих таких видел людей. მისი ძირითადი მნიშვნელობები. Его главные значения. ნუგეშით დამშვიდება. Утешать, утешение. ახლა როცა ტკივილშია, მწუხარებაშია, შეიძლება მგლოვიარია და ამხნევებ. Когда у него он находится в боли, когда он находится в унынии или в огорчении, ნახე ძალას აძლევ. ты даешь ему силы, წმენაში ამტკიცებ. утверждаешь его в вере, სულიერად მხარს უჭერ. духовно поддерживаешь его, შეაგონებ и გაამაგრებ. укрепляешь его, ანუ სიყვარულით წამოსწევ. и с любовью поднимаешь этого человека. ეს მშვენიერი არის. ამინ. И это прекрасно. Аминь. იცი ზემო ძვირფასებო. Знаете, дорогие мои, როგორი ნიჭი არის, რამდენი ადამიანი არის ეკლესიაში, რომელიც აი ამ ნიჭის გარეშე სიმარტოვეში არის დარჩენილი. И это такой важный дар, и, к сожалению, многие из людей, они остаются без этого дара. ხო, როცა ადამიანი გძნობს, რომ მე მიჭირდა, გვერდში არავინ დამიდგა. Когда люди говорят, что вот у меня была нужда, мне трудно было, и никто не მეტმა поддержал იზრუნდა და меня. ნიჭი მისცა ადამიანებს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ამ ადამიანის გული თანაგრძნობის და პასუხისმგებლობით აი ივსება, რომ სხვის გვერდით დადგეს. И Бог дал эти дары церкви, чтобы вот эти люди, они просто поддерживали такого рода людей. Он дал этим людям ответственность в нужный момент, в нужное время რა თქმა прийти უნდა, на იცი помощь. რა არის ჩემო ძვირფასებო,
ზოგჯერ ისე დგომაც, აი ფიზიკურად დგომაც სიახლოვეს ადამიანისთვის იმედი არის. И порой я скажу вам, что когда ты просто приходишь и физически стоишь рядом с человеком, это уже что-то для человека. ამიტომ არ უნდა დაგვეზაროს ადამიანების აი ესე გამხნევება, დახმარება, გვერდში დგომა, განსაკუთრებით როცა რაღაცა მძიმე ზეწოლა არის მათზე. Порой мы не должны лениться, чтобы прийти к человеку на помощь, поддержать его, просто стоять рядом с ним. ამენ. Аминь. დაეხმარო ადამიანებს დამშვიდებაში. И помочь людям в успокоении, чтобы они წმენა успокоились. წამოუწიო, რომ ყველაფერი карგად იქნება. Чтобы и поднять их веру, что все будет хорошо, все наладится. Аллилуйя. ამენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია И ძირფასი. это очень важно, дорогие мои. და ღმერთმა ეს ნიჭები გვიბოძა ეკლესიაში. И Бог даровал эти дары церкви. და აი ამ ნიჭებმა უნდა იმოქმედოს. И эти дары должны действовать. სიტყვით, ქცევით და თანადგომით. Словом, поступками, поддержкой. ჰალელუია. Аллилуйя. გარდა ქადაგებისა, იცი აქედან დგომა და ლაპარაკი ზოგჯერ იცი როგორ არის პრობლემაში მყოფი ადამიანისთვის დიდი ნუგეში შეიძლება არ იყოს. И знаешь, просто стоять, проповедовать отсюда, может быть, это для человека, который в нужде находится, в трудности, это не будет таким утешением. მაგრამ возможно. მეორეა რომ ეხლა შეიძლება წყევს მართლა არ შეუძლია რომ ყველას ნუგეში სცეს. Но второе, то, что пастор на самом деле, он не ამიტომ сможет всех სხეულშია утешить. ეს ნიჭები რომ შენ შეგიძლია ეს სახურება შეასრულო. Поэтому есть этот дар в церкви, и ты можешь сам лично просто пойти и ободрить этого человека, помочь этому человеку, ლოცვებით დაუდგე გვერდზე поддержать его молитвами და ასე შემდეგ. и так далее. მოდი ვნახოთ შემდეგი ნიჭი. Давайте посмотрим следующий дар. მეხუთე, ეს არის ქველმოქმედება. Это добродетель. ხო. ეს არის როცა ადამიანი გულწრფელი უბრალოებით გამლცემი არის. Раздаватель, да, еще. Это когда человек в простоте сердца, он просто раздает, делает როცა добро. ადამიანს აქვს უნარი სწორი სუფთა გულით, სწორი მოტივით გასცეს. Когда у человека есть способность в простоте сердца, с простым сердцем ისინი просто ყოველთვის жертвовать, ხედავენ отдавать. სხვების საჭიროებას Они всегда видят нужды других людей. და როცა გასცემენ, არასოდეს თვითონ არ უყვართ ამაზე ლაპარაკი, არ ლაპარაკობენ, არ დემონსტრირებენ. И когда они отдают, они никогда это не демонстрируют, никогда не трезвонят об этом, не рассказывают. ერთი პიროვნება იყო, Был один человек, რომელიც ეკლესიაში ეს მაშინ პანტომიმების თეატრში იყო ხოლმე მახსოვს სახურება. и это у нас было в церкви, тогда в театре, в здании театра Пантомим проходило служение. და აი იმ სახურების დროს და ისეთ სიტუაციებში ესე ჩუმად ჩამოივლიდა და ნუ 1 ლარი, 2 ლარი ესე ხო, ვიღაცის ჯიბეებში ჩააცურებდა ხოლმე, ჩაუყრიდა ესე, იმიტომ რომ ხალხს ის ფულიც უჭირდათ რომ მოსულიყვნენ ეკლესიაში. И был такой человек в церкви, который вот так тихо во время служения подходил, так тихо, незаметно, и 1 лари, кому-то 2 лари, может вот так ან მე раздавал. დავინახე და ამიტომ ვიცი, თორე არავის არ უთქვია და არც მე არავისთვის მithქვია რომ ვინ არის ის კაცი და დასაკეთე. Потому что у людей не было Ахалгарда денег. бичи. Это был молодой парень, у людей тогда даже денег на транспорт не было. Просто я это увидел, а так никто не рассказывал и там и так далее. Я მაგრამ также никому не წარმოიდგინეთ рассказывал. ადამიანი ფიქრობს რომ სახში ფეხით უნდა წავიდეს და უცბად ნახო საიდან ნახე ოპ И представь себе, этот человек, может быть, думает, что вот мне сейчас пешком до дома идти, и нечаянно руки в карман, и хоп, и там находит деньги на дорогу. ეს მშვენიერი არის. И знаете, это прекрасно. ის ხედავს საჭიროებას Он видит нужду, და აკურთხებს. и он благословляет. ერთხელ იყო ესეთი სიტუაციას გავიხსენებ, მე მგონი ენდი იყო ჩართული ამ გაახსენდებათ. И однажды была такая ситуация, Энди была, по-моему, ერთი вовлечена в это. ცოტა ასაკიანი ახალგაზრდა ქალი იყო ეკლესიაში. В церкви была женщина немолодых ეს лет, იყო ზამთრის и პერიოდი это была где-то зима. და ეს ქალი მსახურებაზე როცა მოვიდა, არ ეცვა ზემოდან თბილი ჩასაცმელი, მარტო ჟაკეტი ქონდა
ჩაცმული. Эта женщина, она пришла в Საკმაოდ церковь. ყინვაში. Зимой было очень холодно, но она пришла в одном жакете, так как у нее не было зимней куртки. და აი მდებმა რომ დაინახეს ეს ერთ-ერთ ქონდა რომ ზუსტად ესეთი ამ ქალს რომ მოუხდებოდა აი ესეთი პალტო მოიტანეს ეკლესიაში И когда сестры увидели ее, у них сразу расположилось сердце, и одна из них сказала, вот как раз на ее размер у меня есть пальто, и она принесла это და пальто. в ეს церковь. ქალი როცა სახურებიდან ესე გავიდა მიდის ეს რუსთაველზე И эта сестра, когда выходила из церкви, уже это театр ჩვენი пантомимы ორი наставили. და ესე გაიქცნენ და ეს პალტო შემოახვიეს უკნიდან და თვითონ მოტყდნენ И вот эти наши две сестры, они взяли это пальто, წარმოიდგინე подбежали, შუა накрыли на нее и убежали. რუსთაველზე პალტოში ხარ И представь себе, идешь по Руставели без пальто, и хоп, и вдруг ты в пальто. მეორე კვირას მოვიდა და დამოწმება მაქვს ეს ქალიამ И на следующей неделе эта сестра прошла в церковь. მან Говорит, თქვა რომ я გასულ хочу კვირას свидетельствовать. На прошлой როგორც კი неделе, ამ ეკლესიიდან გავედი как только я вышла из этой церкви, ორი ანგელოზი მოვიდა და პალტო ჩამაწეს. два ангела пришли и надели на меня пальто. განა ეს მშვენიერი არ არის. Неужели это не прекрасно? ეს არის გაცემის ნიჭი, ეს არის ქველმოქმედების ნიჭი. Это дар даяния. როცა ადამიანები Благотворение. ათუნარი სხვებს გაუზიარონ, სხვებს გადასცენ, Тогда- გულუხვად მისცენ. Когда у людей есть этот дар поделиться с другими, отдать другим, пожертвовать. მაგრამ ეს სიტყვა არ ნიშნავს მარტო ფინანსურ, მატერიალურ გაცემას, ეს არის დროის, რესურსების და ყურადღების სულიერი მხარდაჭერის Но გაზიარებას. это не только касается материального даяния, но это также касается ყველაზე времени, ресурсов и ჩვენი внимания. სუსტი წერტილი ჩავარდნა, სადაც დაჭერილი ვყევართ. მოდი ვიტყვი ეშმაკს. И самое такое слабое звено, где дьявол нас поймал, ეს არის რომ скажу ჩვენ это. დრო არ აგვაქვს რომ მივხედოთ ადამიანებს. У ვერ нас- მოვიცალეთ რომ ნახოთ. У нас нет времени повидаться с людьми, позаботиться о людях. Мы не находим для этого времени. Мы заняты. ჩვენ გჭირდება აი ამ დაკარგული ტრადიციის დაბრუნება. Нам нужно вернуть вот эту утерянную традицию. ზოგჯერ როცა გაიგე რომ ვინმე ავათარი უნდა წახვიდე და ხანდახან ხელსავსე შეიძლება მიხვიდე. И порой, когда ты узнаешь, что кто-то болен, ты можешь пойти туда, и порой даже не с пустыми руками. და მოინახულო. И повидать этого человека, посетить. ეს ჩვენ არ გაგვაღატაკებს. Знаешь, мы не обеднеем от этого. აქ ახართ ძვირფასებო. Вы здесь, дорогие. ეს ძალიან კარგი ნიჭი არის, მაშინ როცა შენ გაძლევენ. Это очень хороший дар, когда тебе дают. И к тебе приходят. Έτσι როცა ჩვენ მოვდოთ, გაეცი ისა, ჩვენ გავცეთ, Когда мы говорим, о, мы должны дать, რამდენი жертвовать. ადამიანი უკვე არის, ახავარ რომ დამინახეთ თუ И уже გაცემოდი. люди там, вот я здесь, заметьте меня. მაგრამ ბიბლია ამბობს, შენ უნდა გასცე. Но Библия говорит, что ты должен давать. ამენ. Аминь. და ეს გამცემლობის ნიჭი არ არის იმაზე, შენ ბევრი ფული გაქვს თუ цота ფული გაქვს. И этот дар благотворения или раздавания, это не от того, есть у тебя много денег или мало. цота დრო გარბის, მაგრამ მაინც ვიტყვი რაღაც პრაქტიკულ რაღაცებს. У нас время вроде бежит, но все равно я практические вещи скажу. ჩვენთან ერთი ბაბუა არის ეკლესიაში. У нас в церкви один дедушка. ასაკშია ეს კაცი. Он уже в возрасте. იმ დღეს იყო თაყვანისცემის საყურებაზე აქ. Он даже здесь был на служении поклонения в და церкви. ძალიან მინდოდაო რომ რაღაცა ისეთი მეცეკვაო რა, ხო დაიღალა ამ ცეკვით იმდენი И იცეკვა. он сказал, я так хотел ტვისტი просто მინდოდაო, მომინდაო უცბად. танцевать перед Господом. И захотелось твист ему потанцевать здесь во время служения. წარმოიდგინე 80 წლის არის თუ მიტანებული კაცია და უნდა რომ ადიდოს ღმერთი და Представьте себе, ему около 80 плюс-минус, как бы туда-сюда. და И он ეს хочет კაცი славить Бога. მუშაობს დასუფთავების სამსახურში. И этот человек работает ну, დასუფთავების уборки. სამსახური. Вот что убирают улицы уборщиком. აიღო, რაც უბანში არა Ხო. თბილისია. Ситва ვერ ვიყო. ნახეთ რა საკეთებს. И смотрите, что он делает. კიდევ ეს ადამიანი აგროვებს ცელოფნის რაღაცებს, ბოთლებს, პარკებს, ქაღალდებს, ქუჩაში სკრიფავს.
და აბარებს პუნქტებში. Он собирает, допустим, там бутылки разные, такие разные целлофаны, потом это сдает он. მერე იქიდან გამოაქვს ცელოფნები, Оттуда потом- მაღაზიებში რო ჭირდებათ Потом выносит новые целлофаны, которые вот нужны в магазинах. და იმეებსაც აბარებს ხოლმე. И потом, то есть зарабатывает таким მაგრამ образом ყოველ и კვირა снабжает. მოდის მსახურებაზე და 5-6 შვიდ ადამიანს ამ ნაგვის პარკებით აკურთხებს. И каждое воскресенье он приходит в церковь, у него с собой эти новые целлофаны, и он раздает 5 или 6, ухария რო благословляет. გასცემს. Ему очень радостно от этого, что он отдает, жертвует. ნახე, ეს გაცემის ნიჭი არის. Знаешь, это дар даяния. ანუ მე სულ მაქვს ცელოფნების სახში. Знаешь, я всегда обеспечен целлофанами дома. ძალიან ესეთი წარმოსადეგი კაცი არის და Он, значит, вот такой представительский Гагацинет дедушка. Я ერთი სტუმარი ყავდა. обрадую вас. У ერთ-ერთი ეკლესიის მწყემსი და იქადაგა. нас был один пастор одной из церквей, и он проповедовал у нас в гостях. როგორც კი იქადაგა ეს კაცი გავა მივიდა წინ И как только он закончил свою проповедь, და этот наш აი ეს дедушка ცელოფნის подбежал к პარკები нему. გადახვეული მისცა. Он вот эти перевязанные несколько пакетов новых, естественно, передал этому пастору. აჩუქა Подарил. და ამ ქადაგებელს ეგონა ვა რა მაგარი ეკლესიაო ჯერო არც კი ჩამოვსულ ვარ და უკვე მაკურთხესო. И этот пастор подумал, что о, какая крутая церковь, я не успел закончить проповедь, уже меня благословили. იმას ეგონა რომ ამ ცელოფანში იყო ფული. ალბათ მე წარმოგიდგენ ცელოფანი რატო უნდა И этот მაჩუქა. пастор подумал, что в нем завернуты деньги. Он не подумал, что ему просто целлофаны подарили. და ძალიან ბევრი ვიცი მან თქვა რომ ცნობის მოყარეობის გამო გავედიო იქით ოთახში და გავხსენი უნდა მენახა რომ რა მაგრითი მე ვფიქრობდი ფულით მაგურთხეს. И говорит, я не мог успокоиться, я специально отошел в соседнюю комнату, раскрыл его и подумал, ну сколько денег благословили меня. არაფერი ცელოფნები И იყო. каково было его удивление, когда он там денег не обнаружил. მე ეგრე არ ვაკურთხეთ ჩვენ. Он сказал, мы так ცელოფნებით იწყება. не благословляем. Все начинается с целлофанных пакетов у нас. აი რასაკეთებს ეს კაცი დადის გორში Что делает этот человек? Он ходит по горе, და თუ ქუჩაში ნახულობს დასაბან ადამიანებს, მიყავს სახში აბანავებს и если он находит людей, которые грязные, он ведет их к себе домой и купает их. და თუ ვინმე ჩავარდნილი ყავთ სახში და უჭირთ მოვლა ან დაბანა მიდის და სთავაზობს რომ არაფერი არ მინდა მე დაგეხმარებით რომ შემიძლია რომ გავასუფთავო მოუღარო და ასე И შემდეგ. если он узнает, что у кого-то дома есть лежачий больной, им трудно заботиться об этом человеке, он приходит и бесплатно предлагает свою ის არც помощь этим ხუცესი людям. არის, არც საუხლის ჯგუფის ლიდერი არის, ის არის ეკლესიის სხეულის ნაწილი, რომელსაც აქ ნიჭი აღვივებს ამ ნიჭს და აი ასე აკეთებს. Он не пастор церкви, он не лидер домашней группы, просто это прихожанин простой, который развивает в себе вот этот дар и этим даром служит. რამოდენიმე ბებია არის, Есть несколько бабушек, ვინატრებდი რომ ძმები ყავდეს ეგეთი. и они говорили, я бы мечтала бы такого მადლობა брата ღმერთს ჩვენი иметь. ძმებისთვის, მაგრამ Спасибо за наших როცა братьев, но... სტუმარი ჩადის, ეს ბებო მოდის И когда гость приезжает, эта бабушка приходит, და ეხა ამას პური ხო უნდა აჭამოთ. и вы же должны накормить этого гостя. ამოიღეს 50 ლარიანს. Достает эта бабушка 50 лар, ეს ჩემს სახელზე, რამე это от моего имени, Джигрул. что-то купите по-братски, ვტებით. понимаете? აი ეს ბებია, Вот эта бабушка, 80 წლის ბებია. ей 80 лет, მოდის და თესავს. она приходит и რომ жертвует, სუფრაზე сеет, ჩემი წილიც იყოსო. чтобы вот на этом столе და моя არ часть была. შეცხვეთ რამეში არ შეცხვეს ეკლესია ბოლომდე Ну, პატევით. и чтобы наша церковь как бы не მე косичками ვიფიქრე რომ грязь მეთქი не არ გამეთო упала. რომ ჩვენ არა გვაქვს ამის პრობლემა და მეთქი არ გამოვართო, მაგრამ ღმერთმა მითხა რომ უნდა გამოვართო, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხედავს რეალიზებას ამაში. И знаешь, у нас не было нужды на самом деле, чтобы брать у пожилых людей еще плюс деньги, но Господь мне сказал, бери, потому что она видит, она реализует себя этим, и она жертвует. მაგრამ ჯერ ძმები ყავს ისეთი, სადმე რომ გავდივართ, მოდი პური ვჭამოთ, 15 ლარს ავკრიფავთ, აუ მე არ ვიქნები. И знаешь, но есть такие братья, допустим, когда мы вместе хотим выйти მე куда-то რა არ покушать, იქნები, ну, არ შეიძლება 15 ლარი რომ დავგვიმატო. 15 лари мы собираем, и они сразу, ой, знаешь, меня ანუ не როგორ будет. ბედნიერი ისი არ იქნება და ამ 15 ლარის დადება არ მოუწევს. И знаешь, им, возможно, он такой счастливый тем, что его не будет, эти 15 лар он оставит у себя в кармане. Но ты можешь, тебя нету, но ты можешь эти 15 лар пожертвовать, чтобы там было больше чего-то.
აიღე რა. Возьми, ну, стрельни. მე არ მოვდივარ, მაგრამ პირი რა 15, აჰა, эти 150, эти 8 კაცი ისე წაიყვანეთ კიდე. А каких 15 лар идет речь? Да, 150 лар возьмите, там, хорошенько покушайте, докупите что-то. ეს ძალიან Пригласите კარგი других. ნიჭი არის. Это очень хороший дар. და ეს ნიჭი ეკლესიას ამაგრებს. И этот дар укрепляет აძლიერებს, церковь. ამენ. Укрепляет церковь. და ნიშნელოვანია ჩემო ძვირფასებო, შენ მცირედან შეგიძლია დაიწყო ეს. И этот дар важен, и ты можешь начать с маленького, возможно. გაუზიარო სხვას Поделиться с кем-то. და იზრუნო სხვა ადამიანებზე. И заботиться о других людях. ჰალელუია. Аллилуйя. მოდი შემდეგი. Следующий. ეს არის უფროსი. და Начальствующий. კიდევ ერთი დაგვრჩა პრინციპში მოვასწრებ. И у нас остался один дар, и мы успеем. ქართულის წერია წინმდგომი, В грузинском это впереди стоящий, ხელმძღვანელი. руководитель. ანუ ეს სიტყვა არ აღნიშნავს ბატონს, რომელიც ბრძანებლობს, Это не означает господин, который არამედ приказывает, პიროვნებას, რომელიც წკრივის წინარიგში დგას, წინ დგას. но это тот человек, который стоит впереди ряда очереди или там რომელიც линии. უბრალოდ თავის თავზე იღებს, ის წინ მიდის და უძღვება დანარჩენებს იყოლიებს. Это тот человек, который идет впереди, он все как бы берет на себя и ანუ помогает, чтобы другие თავისი следовали за ним. თავით აძლევს ხელმძღვანელობას, მაგალითს აძლევს და И მიმართულებას. он собой представляет пример. ეს არის ნიჭი ადამიანი, რომელიც შრომობს და ორგანიზებას აკეთებს, ხელმძღვანელობს პასუხისგებლობით, რომ აიყოლიოს ადამიანები რაიმის საკეთებლად. Это дар, который побуждает других для того, чтобы они также вовлекались в это, и он трудится, он работает сам ანუ также. ამ ნიჭის უკმარისობა არის ხოლმე ეკლესიაში. И недостаток этого дара есть в церкви. აი სოფლებში ეძახიან ამას, ჩვენთან ეძახდნენ ესე თავკაცი. И в деревнях его называют голова აი თუ мужчина. ქორწილი ან ჭირია, პირველი ირჩევენ თავკაც, თავიკაც. И вот когда вот, допустим, свадьба или что-то, вот выбирают такого человека в деревне, который დიდი თავი голова, მოხიერა. размер головы ни Цинам при чем, солит. но который может организовать, руководить. და ნახე, პირველი ჭირია თუ ლხინია, პირველი ეძებენ ამ პიროვნებას, რომ ვინ ითავებს, ვინც ამის ორგანიზებას გააკეთებს. И не имеет значения, это радость, в рифму не скажу, или что-то плохое, например, они сразу ищут этого человека, чтобы пригласить его, чтобы он организовал ანუ всё. ამ ადამიანებს აქვთ უნარი, რომ ადამიანები, სხვა ადამიანები მოიყვანონ მოქმედებაში რაიმე კარგი საქმის საკეთებლად. И у них есть дар, у этих людей, чтобы остальных вовлечь в организацию чего-то хорошего. Чтобы თუ они... გაქვს ორგანიზატორების ნიჭი, ეს ძალიან კურთხევას მოუტანს ეკლესიას. Если у тебя есть дар, организаторский дар, то это будет большим благословением для церкви, понимаете? მე შემიძლია დაბაორგანიზო ჯგუფი იმისთვის, რომ რაღაც აი ფურშეტს მოვაწყობთ ჩვენ. Я могу организовать, допустим, людей для того, чтобы мы сделали какой-то фуршет, например. ვებით? მე შემიძლია ხუთი კაცის ძმის მობილიზება ამ სკამების იქ მიტანისთვის. Вот я могу мобилизовать 5 братьев для того, чтобы вот эти стулья доставить туда. ისინი ისე карგად აორგანიზებენ, უარსაც კი ვერ ეტყვი, აგიყოლიებენ. И они так хорошо, მოგანდომებენ საქმის კეთებას. они так хорошо организовывают это, и так предлагают это, что тебе самому аж хочется вовлечься в это. და იცი თუ რამე წარმატებას მიმიღწევი ამ მსახურებაში, ზუსტად ამ ხალხის თაობით. И если я достиг какого-то успеха в своем служении, то вот благодаря таким людям. იცი გაგიკვირდება შეიძლება ძვირფასებო, მაგრამ თუ მე ვიტყვი, И вы, может быть, удивитесь, но если я скажу, რომ აი მსახურება რომელიმე მწვერვალზე უნდა ჩავატარო, что мы должны сделать служение на какой-то вершине горы, არის რამდენიმე 3-4-5 ადამიანი, რომელიც დააორგანიზებს ადამიანებს, ეს სხვადასხვა ის იტყვის, მე საჭმელს მივხედავ, მე ტრანსპორტს მივხედავ, მე ამას გავაკეთებ,
წუწუნის გარეშე გაკეთდება И ყველაფერი. есть 3 или 4 человека, которые на самом деле сделают это. Кто-то скажет, я вот за машины буду отвечать, кто-то скажет, я за это и так далее. И на самом деле они смогут организовать все это без... თუ ეს ნიჭი მუშაობს ეკლესიაში, ეკლესია ფანტასტიკურ რაღაცებს პროდუქტ შექმნის. Если этот дар действует, на самом деле тогда церковь будет производить невероятный продукт. ყველა იდეა იქნება დაბლოკილი. მოდი გავაკეთოთ ეს, აუ არ გვინდა რა. მოდი გავაკეთოთ, აუ ეს თავის ტკივილია რა. მოდი აუ აქ არ გვინდა რა. Или каждая идея და არაფერი არ შეიქმნება. ვიყვეთ ისე როგორც ვარ. Или каждая идея будет заблокирована, потому что когда будет предложение, все скажут, ой, я не хочу, это трудно, это то, это все и так далее, и так далее. ანუ ის ისმენს და დამოუკიდებლად უკვე იცის რა უნდა გააკეთოს. კი არ გაწუხებს შენ წავდაუწო, ბაბა ეს მარჯვნივ დავდგა ფეხი თუ მარცხნივ დავდგა. Он услышит уже, и он начинает независимо это делать, и он по пустякам тебе не звонит. Вот это ногу направо поставить или налево поставить или так далее. წინ მდგომია, ხვდებით, ის თვითონაც შრომობს და მაგალითს აძლევს და ანდომებს ადამიანებს, აუ მოდი მაგაი мотивациას, ой, როგორ არ შეგვიძლია? კი, შეგვიძლია, კი, გავაკეთებთ, მოდი გამოგვივა. Ამას რა უნდა, მოდი. И он впереди стоит и своим настроем он дает пример другим людям. И говорит, давай сделаем, у нас получится обязательно. Это несложно и так далее, и так далее. ანუ უბიძგებს ადამიანებს საქმის კეთებას. То есть он толкает людей для того, чтобы они делали дело. აორგანიზებს, პასუხისმგებლობას იღებს. Он организовывает, берет ответственность на себя. სტრატეგოსს ეძახიან, სტრატეგოსი არის, ანუ სტრატეგიას იმუშავებს. Греческое слово стратегос, он начинает выставлять стратегию, как добиться вот этого и как сделать это. И он верно трудится, верно служит. Аминь. Аминь. ეს მშვენიერი ნიჭი არის. И это прекрасный дар. და ბოლო И последний ეს არის მოწყალება. это милосердие. ღმერთი მოწყალე არის. Бог милосердный Бог. ეს არის შემოძვირფასება, როცა ვიღაცის ტკივილში შესულა შეგიძლია. Это когда ты можешь быть сопричастным чьей-то боли. რომ იმედი გაუჩინო. Чтобы дать ему надежду. ისი ჩვენ შეიძლება არ გვინდოდეს ან მზად არ ვიყვეთ ამისთვის. Может быть, мы не хотим этого или не готовы для этого. მაგრამ რა თქმა უნდა სამწუხარო არის ეს, როცა ხდება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ხოლმე ეკლესიაში მორწმუნეებს უდგებათ ისეთი პერიოდი, როცა ჩავარდებიან, ძიმიავანტყოფობენ, ტკივილებში არიან და ესენი მიტოვებულები ხდებიან. И очень грустно это, когда это происходит, что бывает в церкви люди, они заболевают, они не знаю, впадают в депрессию и так далее. И мы забываем или не заботимся о таких людях. Мы, может быть, один-два раза лекарства купили. მსახურები, რომლებიც უთანაგრძნობენ, ანუ გეშებენ ამ ტკივილებში, მალმალე მიდიან, ხვდებით, ლოცულობენ, ამხნევებენ, ამაგრებენ და უამებენ, აი ტკივილებს უამებენ. Но есть люди, они служители милосердия, и они приходят, они поддерживают, они заботятся об этом человеке, они облегчают ему вот эти боли. ეს სახურება უნდა შესრულდეს ხალისით. გულის სითბო უნდა გამოვლინდეს, კეთილგანწყობა ადამიანის მიმართ. И это служение, оно должно, конечно, делаться с любовью, с благорасположением. ეს ნიჭი ახასიათებთ ხასიათი აი რბილი გულის ნაზადამიანებს. И вот это служение, оно больше подходит людям, которые имеют мягкое сердце, такое нежное сердце. Понимаете, дорогие мои? არა მარტო ეს ზნეობრივი მოქმედება არის, ეს არის ემოციური გულისხმიერება. Это также не только такой поступок чести, но это также и исходящий от сердца поступок. და ადამიანებს სჭირდებათ ეს. Моральный поступок. И людям это нужно. ჩვენთან ეს არ არის საერთოდ ჩვენს ეკლესიებში და კულტურაში, მაგრამ არის ეკლესიები. В нашей церкви, к сожалению, нет этой культуры, но есть церкви. სადაც ესეთი მსახურება აქვთ, მომაკვდავ ადამიანებთან დროს ატარებენ, რომ დაეხმარონ გადასვლაში. Но есть служения в других церквях, я знаю, которые ისინი არ ტოვებენ მარტო, ანუ გეშებენ, გვერდში უდგანან და აი ესე გარდაცვლებიან ადამიანები. Которые приходят к ним, которые помогают им до конца с ними для того, чтобы когда-нибудь уходить в вечность. ადამიანებს უტევთ შიში, პანიკა, ზეწოლა არის და ტანჯველი არის ეს და რა კარგია, როცა ვიღაცა
სიყვარულით, გულისხმიერებით შენს გვერდზეა და აი ეს რაღაც мотиваციას გაძლევს, საუკუნო ცხოვრებაზე შეგახედებს. ხო ჩვენ ხო გადავიცვლებით ყველანი, ხო მარტო ის არ არის, რომ აღზრდით კუდრეთით, ზოგჯერ გაცილებაც უნდა ვისწავლოთ. И как хорошо, когда вот такого рода люди находятся в последний момент, потому что иногда у людей перед смертью начинаются страхи, появляются и так далее. И как хорошо, когда человек есть рядом, который говорит с тобой о вечности, не только о том, что мы воскреснем. Мы должны научиться их провожать, это не в обиду сказано. Когда ты стал уже 102, ეკლესიას აღარ უნდა ალოცინო იმაზე, რომ 30 წელი მოგემატონ ხიდ. Ты не должен говорить церкви, помолитесь, чтобы мне еще 30-ник прибавился. ჩვენი სიცოცხლე არის იმისთვის, რომ საბოლოოდ მარადისობისთვის ვემზადები. Наша жизнь для того, потому что мы готовимся к вечности. არა? ეს ერთლოცვის მსახურებაზე ერთი პიროვნება ეგრევე მუხლებზე იდგა და უცბად გადავარდა. მოკლედ გავიდა სხეულდა. Знаешь, во время одного из служений молитвенных один человек на коленях стоял, молился, и вдруг в один момент он вышел из тела. და თელი ლოცვის ჯგუფი 45 კაცი დაასხდა ზე და ორამა შალამა ქარამა რა და გააღადგინეს. И вдруг эти 45 человек, которые там были молитвенников, налетели на этого нашего брата или сестру, не знаю, и воскресили. Вернулся этот человек, умер, ну и вернулся. ეს კაცი მივიდა შემდეგ ლოცვის სახურებაზე. И на следующее молитвенное служение этот человек пришел. ეხა მე ლოცულობ ღმერთი წამიყვანსო. Вот сейчас я молюсь. ხმარ გავიგო. არ დამაბრუნოთო. Этот человек говорит, вот сейчас я буду молиться, чтобы меня Бог забрал, чтобы я не слышал вашего голоса, чтобы вы меня не вернули назад. И на том служении он перешел к Господу. Так что не все хотят возвращаться сюда, так что не надо мучать людей. ზოგჯერ ადამიანი ჩავარდნილია ორგანიკურნა და მე კუდრეთით გინა აღადგინო და აღარ უნდა წოლა აღარ უნდა დასულა უნდა. И знаешь, иногда человеку плохо, он лежачий, больной уже, и ты молишься, чтобы он вернулся. Не хочет человек уже, хочет уже устал, хочет перейти, может быть. И это, знаешь, это не неверие. პირიქით პავლე მოციქულიებას მირჩენია სხეულის გაუშორდე და უფალში დაუბინავდე. И наоборот, апостол Павел говорит, что мне лучше, чтобы я ушел. თავის დროზე. В свое время, конечно. Тებით. Понимаете? ეს მშვენიერია. Это прекрасно. Аллилуйя. Аллилуйя. ასე რომ მოწყალება ეს არის წყალობით სავსე ადამიანი. თანაგრძნობით სავსე ადამიანი, რომელიც ზრუნავს სხვაზე. Милосердие это человек, который полон милосердия и сострадания, и он служит людям. ადამიანებს სჭირდებათ ეს. И людям нужно это. შეიძლება ესეთი ადამიანები, შეიძლება იყვნენ ბებოები, შეიძლება უსახკარო და რაღაც მიუსაფარი ადამიანები. და მათ ჭირდებათ მზრუნველობა, სიყვარული და როცა ეკლესიაში ვინმე არის, ვისაც შეუძლია რომ ეს გააკეთოს. Может быть, это будут бабушки, может быть, это будут бездомные и так далее. Хорошо, когда есть люди, которые могут помочь этим людям. იცი, რამდენ მორწმუნე შეუძლია გაიაროს ეხა დეკემბერში და ბებოები გაყინული ხელით წვანილს კრეფავენ და უბრალოდ 2 წუთი დაუჭირე ხელები და გაუთ. Знаешь, сколько из нас могут вот сейчас в декабре пройти, и там сидят бабушки, продают зелень с замерзшими руками. Просто подойди, возьми, минуты на 2 хоть, подержи их руки в твоей руке, согрей. ცხელი ჩაი რო იქვე აუღო სადმე და უბრალოდ დაუტოვო. ერთ ბულკთან ერთად. 5 ლარის ვარიანტია, მაგრამ რამდენ ლოცვას მიიღებ. Ты можешь взять просто на 5 лари потратиться, горячий чай взять, булочку где-то, и просто подойти и дать это. Сколько молитв ты получишь взамен? იქვე შეგიძლია მოანანიებინო. Там же можешь ты сказать молитву покаяния этому человеку. ზესაში შენი ნაყოფი იყოს შემდეგ. И впоследствии у тебя будет плод на небесах за это. უბრალოდ შეიცოდო, შეიწყალო და სიყვარული გამოავლინო. Просто помиловать, пожалеть и просто проявить любовь. შვენიერია. Это прекрасно. ნახეთ ძვირფასებო, ეს 7 ნიჭი.
Знаете, дорогие мои, эти 7 даров ღმერთმა საჩუქრებად მოგცა ეს ნიჭები. Бог дал в дар, в подарок эти дары, რომ ეკლესიამ გააღვივოს ეს ნიჭები და ააშენონ და ემსახურონ ერთმანეთს. чтобы церковь развивала эти дары и этим самым служила друг другу, строила, назидала друг друга. მოდი წავდგეთ ღვთის წინაშე. Давайте предстанем перед Господом მოდი ვილოცოთ, и будем молиться, რომ ღვთისულმა აღძრას და დაგვანახოს და ყველა ჩვენთაგანმა დავინახოთ, რომ გავაღვიოთ ეს ნიჭები. чтобы Божий Дух, Он просто побудил нас, чтобы мы увидели тот дар, который есть в нас. მოდი სთხოვე სული წმინდას, ვთხარი, მე აქ ვარ სულო წმინდა და გთხოვ დამანახე ის საჩუქრები, მადლის ნიჭები, რომელიც ჩემშია, რომ გავააქტიურო. Попроси Духа Святого, скажи, Дух Святой, покажи мне вот эти дары благодати, которые Ты даровал мне, чтобы я